დღეს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ უკვე მეორედ 21 წამდე ნაკრები იყო შეხედულობაში, რა თქმა უნდა და ასევე მესამე ზაფხულია ეროვნული ნაკრებიც შარშან გასული იყო ევროპის ჩემპიონატზე და ეს არის დიდი სტაბილურობა, ის დიდი სტაბილურობა, რომლისგანაც ჩვენ მივდივართ ყოველდღიური შრომით. ამ სტაბილურობაში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული, საერთო საქმე კეთდება და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება, ჩვენი მხრიდან მთლიანად ყველა ასაკობრივ ნაკრებზე მაქვს საუბარი და რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაცია და მისი მესვეურები დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და კიდევ წინ წავიწევთ. ხვალ პირველ თამაშს ვთამაშობთ, გავლენის გზას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს მეორე ევროპის ჩემპიონატია, მაინც სულ სხვა გემო აქვს, როდესაც საკუთარი შრომით, საკუთარი ნერვებით, იმ სტრესით, რაც ქონდა, იმ დიდი ბრძოლებით, რომელებით ჩვენ გავიარეთ, ეს არ შემიყო შეხედულობაში, რა თქმა უნდა, მაქვს შეხედულობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარი ხელით მოპოვებული საგზური, ეს სულ სხვა, როგორც ემოციურად, ესევე ეს ხვდის გუნდს, ხვდის იმიტომ, რომ მას გავლილი აქვს უკვე ძალიან ბევრი ბრძოლა. ხვალ ველოდები პირველ რიგში იმ გუნდის ხილვას და იმ ფეხბურთელების ხილვას, რომელსაც მე ვიცნობ, თავისი კონკრეტული მიმართულებებით, თავისი კონკრეტული ფილოსოფიით, თავისი იდენტობით, თავისი მენტალური მახასიათებლებით, იმიტომ რომ რა და ჩვენ არასდროს არ გვაკლდა ის ბრძოლის უნარიანობა, ის მენტალური მხარე, ყოველთვის ჭარბად იყო ჩვენში და მინდა რომ ხვალ ეს ყველაფერი პირველივე თამაშიდან გამოვლინდეს, იმიტომ რომ ხვალ უნდა ავიღოთ იმის ნაყოფი, რისთვისაც ვიბრძოდით და დადებითი ემოციებით ვართ ყველა და დარჩენი ყველაფერი თამაშზე გამოჩნდება. პოლონეთის ნაკრების სახით ვთვლი რომ საკმაოდ სერიოზული და ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდია, როგორც დაცვის შეტევაში. ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ის გეგმები, რომელიც უნდა ვეცადოთ რომ ხვალ რეალიზებაში მოვიყენოთ უკვე თამაშის მსვლელობაში. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენი გეგმები ყოველთვის არის ერთი და იგივე. ეს არის პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ნებისმიერ თამაშზე, ვისთანაც არ უნდა გქონდეს ეს თამაში, გავდივართ საკმაოდ ოდენზე, იმიტომ რომ დადებითი შედეგი მივიღოთ. არანაირი აზრი არ აქვს, ჩვენს წინაშე იდგება ტოპ ნაკრები შედარებით, საშუალო თუ სუსტი ნაკრები. ამიტომ რეალურად არაფერი არ იცვლება ჩვენში, ჩვენი მიდგომები ყოველთვის ეს იყო და ესე დარჩება. საერთო ჯამში ყოველთვის სატურნირო მდგომარეობა ცხრილს. რა თქმა უნდა უყურებენ ყოველი შემდეგი თამაშის შემდეგ, მაგრამ ბოლოში, მენტალურად თუ ავიღებთ ამ ყველაფერს, ჩვენთვის არაფერი არ შეიცვლება, ხოლაც იმიტომ გამოვართ დადებითი შედეგი რომ დავაფიქსიროთ. ბედოშვილის მაგალითი, უკვე ეს ნათელი მაგალითია იმისი, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს შანსი იმისი, რომ მოხდეს თუნდაც იქ, სადაც მანამდე დარწმუნებული ვარ, ყოველთვის ოცნებობდა ამ ყველაფერზე, მაგრამ ცოტა წარმოადგენა გაუჭირდებოდა თუნდაც მაშინ, როდესაც ის მესამე ლიგაში თამაშობდა და დიდი დრო არ არის გასული ამ ყველაფერთან. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ერთ და იგივე ფრაზას, რომ ნაკრების კარიერა ყველა ფეხბურთელისთვის ეს არის მაგის დადასტურება, ნათელი მაგალითი. მისი პიროვნული თვისებები, საფეხბურთო უნარებზე ჯერ კიდევ მესამე ლიგიდან ჩვენ გვქონდა მასე ინფორმაცია. უკვე დროის გასვლასთან ერთად თუნდაც უკვე დაწინაურდა ის ჩვენს უმაღლეს ლიგაში, შემდეგ რამოდენიმე კარგი თამაში ჩაატარა, ჩვენ დავინტერესდით მისი პიროვნებითაც. საკმაოდ დადებითი პიროვნება, ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი არის პირველ ადგილზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი პროგრესი არ გაჩერდეს და პირიქით დროში რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მოუმატოს. და ყველაზე სასიხარულო ყველაფერში ის არის, რომ არ არის მარტივი, ძალიან რთულია. როდესაც შენს თავს ესეთ მოკლე ვადებში აი იმდენი რაღაც მოვლენა ხდება და მისთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა. მოხდა პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე, თავიდან რა თქმა უნდა გაფართოებულ სიაში, თუმცა სავარჯიშო პროცესში იგივე თუნდაც აი თამაში რომ ავიღოთ საკმაოდ ნორმალური შტაბისება დატოვა და პლუს ჩემთვის ყველაზე მთავარი როგორც თავარი წვენისთვის ეს არის მისი ინტეგრირება უკვე გუნდში. იმიტომ რომ ეს ბიჭები დიდი ხანი ერთად მოდიან, მე და ირაკლი 7 წელია, ბოლო 7 წელია 19-დან მოყოლებული ერთად დავართ, ესე არის უმრავლესობა აქ ჩვენგანი, ეს არის დიდი ოჯახი და როდესაც მე სრულფასოვან წევრად მივიღეთ ჩვენ რა თქმა უნდა და მანაც იგივე იგრძნოდა და დღესაც იდეალური დამოკიდებულება აქვს და ურთიერთობა აქვს ყველასთან, ეს გვახარებს ყველაზე მეტად და მისი იმედი გვაქვს ისევე როგორც ნებისმიერი ფეხბურთელის, რომელიც განაცხადია დღეს. რაც შეეხება ჩემს აკყოფნას, ძალიან მოხარული ვარ, რომ მეორეჯერ მიწევს 21 წლამდე ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაში. სასიხარულოა ის, რომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან რაც ჩვენ მოსვლა აღნიშნა, რომ ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვეთ ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ რა გუნდის ვიყავით თქვა საკვალიფიკაციო ეტაპზე და რითიც მოვედით აქამდე, იგივე შემართებით ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავდოთ.